სავსებით გეთანხმებით იმაში, რაც იგორ გიორგაძის შესახებ ბრძანეთ. მან მართლაც ბევრი გააკეთა საქართველოსთვის. შევარდნაძის მმართველობის დროს, როდესაც იგორ გიორგაძეს უშიშროების მინისტრის თანამდებობა ეკავა. საქართველოში უმძიმესი სიტუაცია იყო. გიორგაძემ ბევრი გააკეთა ვითარების სტაბილიზაციისთვის და უსამართლობაა, რომ დღეს ის საქართველოში არ იმყოფება. გეთანხმებით, ის საქართველოს პატრიოტია. კიდევ ერთი რამ მინდა ვახსენო, რისთვისაც გიორგაძეს დიდ პატივს სცემ. მას სთავაზობდნენ რუსეთის მოქალაქეობას, ბელორუსიის მოქალაქეობასაც, მაგრამ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობაზე არ თანხმდება და ამბობს მე ქართველი ვარ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობას ავიღებ, რადგან საქართველოს შვილი ვარო. მიამბო, როდესაც კგბ-ს სკოლა დაამთავრა, კითხეს სად გინდა გამგზავრებაო. მას გაუკვირდა და უპასუხა: საქართველოშიო. კითხეს, რისთვის, რა გინდა საქართველოში? მან უპასუხა: იქ დავიბადე, ქართველი ვარ და საქართველო ჩემი სამშობლოაო. მიუხედავად ყველაფრისა, ის მუდამ საქართველოს ემსახურებოდა. ახლაც ემსახურება. დიახ, ახლაც საქართველოს სამსახურშია. ვიცი, თუმცა აქ არ არის. საქართველოსთვის ბევრს აკეთებს, დიდი პატრიოტია. ჯერა რომ დადგება დრო და სამართლიანობა იზეიმებს და ის საქართველოში დაბრუნდება. ბატონო იაკობ, თქვენ ერთი რამ ახსენეთ ახლაც და წინა ინტერვიუშიც. მაშინ არ შეგეკამათეთ, ახლა კი მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო. ვიცი, ვისაც გულისხმობთ, როდესაც ამბობთ საქართველოში გავრცელდა ლოზუნგი საქართველო ქართველებისთვის, მაგრამ ამ ადამიანს ეს სინამდვილეში არ უთქვამს, რადგან არ არსებობს ამის დამადასტურებელი, არც აუდიო, არც ვიდეო დოკუმენტი. მან თქვა, რომ საქართველო ქართველებმა შექმნეს და ამისთვის პატივისცემას იმსახურებენ, მაგრამ არასდროს უგულისხმია, რომ საქართველოში მხოლოდ ქართველებმა უნდა იცხოვრონ. როდესაც ამის შესახებ კითხეს, მან გარკვევით უპასუხა: ზვიად გამსახურდია. ლოზუნგი, რომელსაც მომაწერენ, თითქოს საქართველო მხოლოდ ქართველებისთვისაა. ეს ფაქტის დამახინჯებაა. მე ვთქვი, რომ საქართველო ქართველთა ქვეყანაა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერის უფლებასაც ვაღიარებთ. ამას მუდამ ვლაპარაკობთ ჰელსინკის ხელშეკრულებიდან და საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე. ასე რომ ჩვენ არასდროს გვადაგებთ სხვა ერებისადმი სიძულვილსა და მათთან მტრობას, მაგრამ სხვა ერების წარმომადგენლები თავიანთ მხრივ ქართველი მოსახლეობის მიმართ აგრესიას იჩენენ. მასთან ერთად გადაცემაში მონაწილეობდნენ საბჭოთა ჯარისკაცები და გამსახურდია მიმართა მათ. თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ ქართული ჯარი. პირველი ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამსახურდიას ელცინთან ჰქონდა, რომელსაც პუშკინის ლექსით მიეგება. რუსეთის მიმართ საქართველოს მაშინ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ელცინი მთლიანად ამერიკის მხარეს იყო. ის ამერიკაში ჩავიდა და წარმოთქვა: ღმერთო, დაიფარე ამერიკა. თქვენ იცით, რომ ელცინი ამერიკის მომხრე იყო. მაშინ 1991-92 წლებში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რომ ყოფილიყო, ალბათ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. არ მიმაჩნია, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობისას ყველაფერი სწორად კეთდებოდა, მაგრამ სამართლიანობის გამო უნდა ვთქვათ, რომ მსგავსი ლოზუნგი მას არ წარმოუთქვამს. ეს ისაა, რაც ვიცოდი. გავრცელდა ძალზე ბევრი ტყუილი და ცილის წამება. ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე ბოდიშს ვითხოვ. მისი ყველა დადებითი და უარყოფითი თვისებისგან დამოუკიდებლად. ეს ადამიანი საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო. თუ კი ყველაფერი ისე იყო, როგორც თქვენ ამბობთ, მე კი არანაირი საფუძველი არ მაქვს. ამაში ეჭვი შევიტანო. მაშინ მისი სიტყვები განგებ იქნა დამახინჯებული, რადგან თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, მან იგულისხმა, რომ ქართველები საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელიერია. დიახ, სწორედ ეს თქვა. ესე იგი არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამ სიტყვების დამახინჯებით იყო დაინტერესებული. რა თქმა უნდა. რადგან ეს ქართველებისთვის და საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. სხვა ერებისა და რელიგიისადმი შემწყნარებლობა ქართველი არის ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და ძვირფასი თვისებაა. დაწვრილებით აღარ ვისაუბრებ. გამსახურდია მეგრელი იყო, მაგრამ ვინ არჩევს საქართველოში მესხს, მეგრელსა თუ სვანს? საქართველოში ასეთი რამ არასდროს ყოფილა. ყველა ქართველია. ეს იგივეა ისრაელში გაარჩიო, ვინ რომელ ტომს მიეკუთვნებოდა, ვინ დანის ტომს, ვინ იუდას ტომს და ასე შემდეგ. ბატონო იაკობ, ჩვენში ასევე არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიცაა ქართველი ებრაელი. ასე უწოდებდნენ საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს. ჩვენ არა მარტო მეგრელსა და სვანს, ებრაელსაც კი ჩვენიანად ვთვლით, რადგან ისინი აქ საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ. დიახ, ასია, ებრაელები დაახლოებით იმდენივე ხანია ცხოვრობენ საქართველოში, რამდენიც თვითქართველები. რა თქმა უნდა. ისინი საქართველოში მუდამ ცხოვრობდნენ და ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობაში არასდროს გაჩენილა რაიმე პრობლემა. ვფიქრობ, 90-იან წლებში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რომ ყოფილიყო, არც საქართველოში და არც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ომი და არეულობა არ მოხდებოდა. ელცინმა ქვეყანა ფაქტიურად სრულიად გაანადგურა. თქვენ იცით, რა ხდებოდა ჩეჩნეთში. ვრცელდებოდა ძალიან ბევრი ტყუილი. თქვენ ახსენეთ იგორ გიორგაძე. როდესაც გამსახურდია ქვეყნიდან გააძევეს და ხელისუფლებაში შევარდნაძე მოვიდა, მათ შორის დაპირისპირება დაიწყო. გამსახურდია დამარცხდა და დაიგეგმა ოპერაცია მისი დაკავების მიზნით. გიორგაძემ
უთხრა შევარდნაძეს, რომ შეეძლო გამსახურდია თბილისში ჩამოეყვანა, რაზეც შევარდნაძემ დამცინავად მიუგო. გაშლილი სუფრაც ხომ არ დავახვედროთო. ამით გიორგაძეს მიანიშნა, რომ ცოცხალი გამსახურდია არ სჭირდებოდა. ამის შემდეგ იგორ გიორგაძემ სამეგრელო დატოვა. თამაშიდან გავიდა და თქვენც კარგად იცით, რაც მოხდა ამის შემდეგ. გამსახურდია მოკლეს. ეს თვით იგორ გიორგაძის სიტყვების საფუძველზეა ცნობილი. მას არ სურდა ისტორიაში შესულიყო როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელი. შევარდნაძემ კი ეს გააკეთა. ვფიქრობ, ქართველი ხალხი საკუთარ ისტორიაში გაერკვევა. სწორ აქცენტებს დასვამს და თვითეულ პიროვნებას იმას მიაგებს, რასაც იმსახურებს. სწორედ შეაფასებს შევარდნაძისა და გამსახურდიას ფიგურებს. დიდი მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ჩემი ქართველი მეგობარი იგორ გიორგაძე სამშობლოში დაბრუნდება. ჯერა რომ მე და ის თბილისში ერთად მივუსხდებით სუფრას. Наконец-то он почувствует себя дома. სწორედ შევარდნაძის დამსახურება წყალებში. დღეს გიორგაძე მოსკოვში რომ იმყოფება. მომავალი გუჩენებს თუ როგორ შევლენ ისტორიაში. შევარდნაძე გამსახურდია და გიორგაძე. მე ვიცი რომ იგორ გიორგაძე საქართველოს პატრიოტია და ჩემი ღრმა რწმენით ის კიდევაც იტყვის თავის სიტყვას საქართველოს პოლიტიკაში, რადგან იგორ გიორგაძესნაირი დიდი პიროვნებები ჩვენ არც ისე ბევრი გვყავს.